მოგესალმებით, ეთერშია სივრცე დიალოგისთვის მე ჟურნალისტი ნინო ვაშალომიძე ვარ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონული ლიდერი ლანჩხუთიდან კახაბერ ასკურავა. მოგესალმებით ბატონო კახა და მადლობას გადაგიხდით გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და ყურადღებისთვის. საუბარ ძალიან აქტუალური თემით ვიწყებთ, რიგით მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, რომელიც ახლა საპყრობილეშია, Facebook სტატუსთან დაკავშირებით, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას ეხება. ის საუბრობს რევოლუციურ ცვლილებაზე ნაციონალურ მოძრაობაში და ნაციონალურ მოძრაობას აკავშირებს ნანუკა ჟორჟოლიანთან. ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენაც გქონდათ გამოხმაურება იგივე Facebook პოსტით. რას გვეტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენად მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება ის, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი გუნდი ასე ბრძანებს მესამე პრეზიდენტი, რომ შემოუერთდეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ Facebook პოსტი წაგიკითხიათ და აქ კიდე გავამეორებ, ნანუკა ჟორჟოლიანი არასოდეს არ ყოფილა უცხო ნაციონალური მოძრაობისთვის და მიხეილ სააკაშვილისთვის. იგი მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის პირადი მეგობარია. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობა, ნანუკა ჟორჟოლიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველია. ძალიან დიდი ხანია იგი ღიად აფიქსირებდა ნაციონალურ მოძრაობის მიმართ სიმპათიებს და მე მას პირადად ვიცნობ და აქვე მინდა შემთხვევით ვისაგებლო და საჯარო სივრცეში გადაუხადო მას მადლობა სტიქიური მოვლენების შედეგად აი იმ უპრეცედენტო და რა ვიცი განსაკუთრებული დახმარებისთვის რომელიც მისი აქტივიზმი ვიცით ბატონო კახა მაგრამ რამდენად არის პოლიტიკური ფიგურა ის შემთხვევით ვისაგებლე და საჯაროდ გადაუხადე ნანუკას მადლობა იმ დახმარებისთვის აი იმ უდიდესი დახმარებისთვის რომელიც მან გაუწია ლანჩხუთის გურიის მოსახლეობას და ნუ ეხლა მე ლანჩხუთში რასაც ხედავდი იმას მოგახსენებ და ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის რადგან საჯარო სივრცეში ვარ იმიტომ ვისაგებდი ამ შემთხვევაში ეს სპონტანურად გაკეთებული განცხადება იყო მესამე პრეზიდენტის ანუ Facebook პოსტით გაიგეთ ამის შესახებ თუ იყო თქვენთვის ცნობილი კიდე ერთხელ ვიმეორებ ნინო რომ ეს ჩემთვის არ იყო უცხო ნანუკა ჟორჟოლიანი ყოველთვის ღიად ესე ვთქვათ პოზიციონირებდა როგორც ნაციონალური მოძრაობის გულმხურვალე მხარდაჭერი. იგი სხვათა შორის შეგახსენებ და მსმენელსაც შევახსენებ, რომ ჩვენი კანდიდატიც იყო სამტრედია წყალტუბო თუ აღარ მახსოვს წყალტუბოში კი მახსოვს. კი, მაჟორიტარი ბრძანდება. კანდიდატიც იყო, იმიტომ რომ ასე რომ ნაციონალური მოძრაობისთვის ჩაულებრივი ორგანული ნაწილი იყო, არის და ეხლა უკვე პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტიდან იქნება პარტიის ახლანდელი ლიდერისთვის რამდენად იყო ცნობილი თინა ბოკუჩავა მყავს ხედველობაში და ანუ ასევე საპყრობილეში მყოფი ლევან ხაბეიშვილისთვის გიპასუხებთ მე მაგაზე პასუხს ვერ გაგცემთ ეგ თავად თინას უნდა გკითხოთ მე მოგახსენებთ იმას ჩემს დამოკიდებულებას, ჩემს შეხედულებას მივესალმებით ნანუკა ჟორჟოლიანის, ესე ვთქვათ, კიდევ უფრო ახლოს და ღრმად შემოსვლას ნაციონალურ მოძრაობაში. თუ რა პოზიცია იქნება მას და როგორი იქნება მისი, ესე ვთქვათ, მომავალი და ადგილი ნაციონალურ მოძრაობაში, ამას ყველანი ერთად გადავწყვეტ. ანუ მიშა სააკაშვილი ახსენებს, კი, ბოდის გიხდი. კი, პირიქით ბოდიში. რაც შეეხება მის გუნდს მას ყავს უმაგრესი ახალგაზრდები, რომლებიც მაგაზე უნდა მეკითხა სწორედაც. კი, 20 ივნისიდან, რომელიც ეხლა ნაციონალურ მოძრაობა აქტიურად შეუერთება 20 ივნისის საპროტესტო აქციას, 20 ივნისიდან მოყოლებული პოზიციონირებენ როგორც სამოქალაქო აქტივისტები. მათ ზურგზე აბსოლუტურად ყველაფერმა გადაიარა დაწყებული 20 ივნისით, გაგრძელებული რუსული კანონით და დასრულებული ცნობილი მოვლენებით, იმ ბრუტალური დარბევებით, რომელიც აწარმოა რეჟიმმა რუსთაველის გამზირზე. ასე რომ ეს თემა რო ამოვწუროთ, ნანუკა თავისი გუნდით ძალიან დიდი შენაძენი იქნება და ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, რესტარტი იქნება ნაციონალურ მოძრაობისთვის. ეს იყო პრეზიდენტ სააკაშვილის სურვილი და ეს ამას მიესალმება ნაციონალური მოძრაობის პოლიცია. თქვენ როგორც რაიონული ლიდერი მიესალმებით, მაგრამ თქვენი როგორ ფიქრობთ, რა სიტყვის ამაზე თქვათ დღევანდელი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ქალბატონი თინა, თუ ქონდათ ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია? ნამდვილად არ მქონია, მაგრამ დარწმუნებული ვარ
პრეზიდენტ სააკაშვილს და პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას მუდმივად აქვთ ერთმანეთთან კონტაქტი, წერილობითაც, ადვოკატის მეშვეობითაც და პრეზიდენტ სააკაშვილი ვინ თუ არა დაიცავდა სუბორდინაციას დაწმუნებული ვარ და თიკასთვის ეს არ იქნება სიურპრიზი. მე არ ვიცი კიდე ერთხელ გეუბნებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ თინა ბოკუჩავასთვის ეს არ იქნებოდა სიურპრიზი. თუ ეს არის თქვენი ინტერესი. ანუ ის რა ადგილს დაიკავეს მაშინ პარტიაში ეს რო გვითხრათ? აი მაგის თაობაზე მოგახსენეთ, რომ ეს ზუსტად არ არის ჯერჯერობით ცნობილი. არც მე არ ვიცი ამის თაობაზე. რეფორმები იწყება განსაკუთრებული ასე ვთქვათ, განახლება და აი ამის ნაწილი იქნება ნანუკა ჟორჟოლიანი თავისი კულტურით. Facebook პოსტების თემა რომ ამოვწუროთ, წინა კვირაში იყო დაპირისპირება ღია ნიკამელიასა და მიხეილ სააკაშვილის შორის. ამასთან დაკავშირებით რა სიტყვით თქვენი ყოფილი ლიდერია, პარტიის ლიდერი ნიკამელია, რომელიც კი ბატონო, მიხეილ სააკაშვილის მისი დამოკიდებულება, მისი წარსული, მისი ურთიერთობები ენემის ყოფილ ლიდერებთან და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მათი დამოკიდებულება, რომელიც სამწუხაროდ გადაიზარდა აი იმაში, რაშიც გადაიზარდა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამაზე დაასრულა, ამით დაამთავრა მან და თქვა, რომ მე აღარ ვაპირებ ამ პროცესის გაგრძელებას, ვინაიდან ეს აზიანებს საერთო ბრძოლას. დღეს, როცა რეჟიმი ყავს დასამარცხებელი, მეც ვეთანხმები პრეზიდენტ სააკაშვილს და მეც არ ვიტყვი ამ თემაზე უფრო მეც. ყველას აქვს მისი წარსული, ყველას აქვს მისი დამოკიდებულება ენემთან, ენემის ამომრჩეველთან და ყველას აქვს. თუმცა ის განცხადება რამდენად დამაზიანებელი იყო ერთობისთვის, რომელსაც თქვენც წარმოადგენთ თქვენ პარტიასთან ერთად. ზოგჯერ ხდება მსგავსი განცხადებების ესე ვთქვათ, ხმამაღლა წარმოთქმა, რაც კიდევ ერთხელ გეუბნები, საერთო პროცესის ნამდვილად არ არის ესე ვთქვათ, სარგებელი, მაგრამ პრეზიდენტ სააკაშვილს აქვს აბსოლუტური უფლება, კონდეს მისი დამოკიდებულება, მისი შეხედულებები, ვის არის ჩვეულებრივი ადამიანი, მისასაც წყის, მისასაც უყვარს და რა ვიცი, მისასაც ადამიანია, ჩვეულებრივი, რომელიც განიცდის. აი ოპოზიციურ რატომღაც ყველას გონია, რომ მიშა რაღაც ესე ვთქვათ, ძლიერი ფიგურა არის და ნამდვილად არის, მას არც გული აქვს, არც თუმცა ასე საჯაროდ პოლემიკა აუცილებელი იყო. ანუ სხვანაირად არ გამოვიდა, ჩემო კარგებო, არ გამოვიდა სხვანაირად. აი ის პროცესი, რომ მუდმივად მიხეილ სააკაშვილი იყო რაღაცა წამოსადახი განხეთქილების ვაშლი, შიგნით ესე ვთქვათ, კოალიციაში თუ როგორ ქვია, წარმოდგენილ ერთობაში, არავინ ესე ვთქვათ, არაპირებს იმის მოთმენას, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყნის ყველაზე ძლიერი ლიდერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე, რომელმაც ეს სახელმწიფო შექმნა უბრალოდ რუკაზე არსებულ სახელმწიფო აქცია სახელმწიფოდ არავინ არაპირებს, რომ ვინმეს რაიმე მოუთმინოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ყველა ლიდერმა გარკვეულწილად თავისი პასუხისმგებლობა აიღო ბატონო კახა, ბატონი მელიაც ზის ციხეში და ასე რომ თქვათ. ვერ გავიგე? ანუ ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღო, ნიკამელიაც ზის ამ შემთხვევაში ციხეში თქო. ანუ ხედავთ სწორედ ამიტომ, რომ ნიკამელი არის პოლიტპატიმარი, ის არის რეჟიმის პატიმარი, ამიტომ მე მასზე უარყოფით კონტექსტში არ ვისაუბრებ, მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება, მაგრამ მე ამას, ვინაიდან ნიკამელი არის რეჟიმის ტყვე, მე მასზე უფრო მეც არ ვივარ. აი, პოლიტიკურ გაერთიანებაზე ერთობაზე რა სიტყვით ოპოზიციურ ერთობაზე. გუშინ განაცხადა ფედერალისტების ლიდერმა, რომ ფაქტობრივად ორი თვეა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები არც გამოჩენილან ამ ერთობის შეკრებაზე და ხსნომაზეო. ჩვენ დათქმა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცები არ უნდა ვილაპარაკოთ ღიათო, ანუ ღია დაპირისპირება არ უნდა იყოს, რასაც ვერ ასრულებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიო. შესაბამისად შეკითხვა. მე არ ვიცი რა დათქმა აქვს. არა, ანუ რაღაც ესე ვთქვათ, პირობების ჩამოყრება. ანუ ღია დაპირისპირება არ უნდა იყოს. რაღაც ცოცხალი პროცესია ეს. ეს არის ცოცხალი პროცესი. ეს რომ არ იქნებოდა ადვილი, ეს ნაციონალური მოძრაობა მიმთავით რო ეწოდა. ეს არის ჩვეულებრივი ცოცხალი პოლიტიკური პროცესი. იქ არიან ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთი პირდაპირ გეუბნები არ უყვარდა და არ მოსწონდათ, მაგრამ ეს არის ჩვენი ვალდებულება ამომრჩევლის წინაშე. ჩვენ ყველაზე მთავარი ჩვენს წინ დგას საქართველო და საქართველოს საპროტესტო ამომრჩეველი, რომელიც საბედნიეროდ გაცილებით მეტია ვიდრე ქართული ოცნების მომხრე.
ჩვენ ამ მომრჩეველს და ამ ქვეყანას უნდა ვსეთ პატივი პირველ რიგში და ამიტომ ნაციონალური მოძრაობა არასოდეს არ დაარღვევს ამ ერთობის ესე ვთქვათ პირობას და ჩვენ არ გვითქვია რომ ტოვებთ ერთობას ჩვენ თუმცა არ ესწრებით ხდომებს და შესაბამისად არ არის აქტიური როცა ნაციონალური მოძრაობა თulis რომ საკითხი არის მიზანშეწონილი რომ თვითონაც ესწრებოდეს და გამოთქვას საკუთარი აზრი ეხლა 26 მაისს რომ უნდა შევიკრიბოთ და რომ უნდა გქონდეს დიდი საპროტესტო აქცია ქონოდა უბრალოდ ამას რაც უნდა ესე ვთქვათ ორი აზრი ან 20 ივნის გავრილობის ღამეს აი ესეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ნაციონალური მოძრაობა მუდმივად კომუნიცირებს პირველი და რამდენად აქტიური იყავით 26 მაისის მომზადების თემებთან დაკავშირებით მაგაზეც ჰქონდა ფედერალისტების ლიდერს საუბარი რომ არ იყვნენ ჩართულები მე ზუსტად გეტყვი 26 მაისს მე ვიცი ადამიანები ლანჩხუთელები ვინც ფული ისესხა და ისე ჩავიდა თბილისში ნინო მე ნიკა გვარამიამ რაღაცნაირად ნიკა გვარამის განცხადებიდან გამომდინარე ამბობთ ალბათ ხო და მე ჩემო ნიკა რო იცოდე მე ვიცნობ ადამიანებს ენემის აქტიურ ამორჩევლებს რომლებმაც ფული ისესხეს და ისე ჩამოვიდნენ რომ საპროტესტო აქციაში მიიღან მონაწილეობა ასე რომ ცოტა უხერხულია ენემს ყავს უერთგულესი ამორჩეველი რომელიც ყოველთვის დგას იქ სადაც დგას საქართველოს ინტერესები ასე რომ არავისგან ამ ხალხს რომ როდის საჩავიდეს არ ესწავლება კიდე ერთხელ გეუბნები მე მყავს მე ვნახე ენემის ამომრჩევლები რომლებიც მე საჯაროდ ესე ვთქვათ დაორგანიზებულად არ წამიყვანია და რომ ვნახე თბილისში გამიკვირდა იმიტომ ვიცი მათი ფინანსური შესაძლებლობები და მითხრეს სოგმა ფული ისესხა და ისე ჩამოვიდა თბილისში 26 მაისს აი რეგიონში გააქტიურებას როგორც მთლიანი ალიანსის ოპოზიციური ასევე თქვენი პარტიის როდის გეგმა და რა ტიპით მოხდება რა ფორმით მოხდება ჩვენი აქტიურობა არა ჩვენ აქტიურობა არ გვაკლია შეხედეთ თათიან ნიკოლაიშვილის ოზურგეთში დესოკათამაძეს ლანჩხუთში ნაციონალური მოძრაობის ესე ვთქვათ ოფისები პრაქტიკულად პრობლემა რო არის ლანჩხუთი თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მათ მედიასთან კომუნიკაცია ადგილობრივ მედიასთან ნაკლებად ადგილობრივ მედიასთან ეხლა კომუნიცირებ აგერ თქვენთან მაქვს კონკრეტული კომუნიკაციები ადგილობრივ პრესასთან ჩემ Facebook პოსტებს აქტიურად აზიარებენ და ასე შემდეგ ჩვენ ერთი წამით მიუხედავად იმისა საკრებულოში არ ვარ წარმოდგენილები ერთი ჩვენ გვაქვს ესე ვთქვათ კონკრეტული მხილებები აი რამდენად გაქვთ მაჯისცემაზე ხელი ვთქვათ რა საჭიროებები დგას ლანჩხუთში რიგით მოქალაქეებს რამდენად ხვდებით რამდენად გაქვთ კომუნიკაცია არა მარტო ლანჩხუთში არამედ მთელ საქართველოში არის უკიდურესი გაჭირვება ფასები არის კოლოსალურად გაქცეული ესე ვთქვათ ასტრალში ადამიანები 100 ლარით რო შედიან მარკეტში მეორე დღეს მშივრები არიან რა გამოწვევა არის ჩვენ საქართველოში იგივე ყანების თქვენ იცით რომ თუ დაინტერესდება თქვენი ტელევიზია კარგი იქნება დღეს საქართველოს ლანჩხუთის საბარგულების 80% არ არის გახმული რა მოიტანა ეს მოიტანა უკიდურესმა გაჭირვება მოიტანა იმას რომ სალიარის ფასი 4 ლარზეა ასული მოიტანა ის რომ ამონიუმის გვარჯილა 60 ლარების ერთი მეშოკი ტრაქტორი ტექნიკა არ არსებობს ტექნიკა რომელიც ჩვენ დავტოვეთ გაყიდა ერთია თქვენ გადიხართ ხალხთან და საუბრობთ რა მაგრამ ხალხს რამდენად სურთ თქვენთან საუბარი ანუ მთლიანად ოპოზიცია ხო მყავს ხედველობაში და რამდენად გენდობიან ამასთან დაკავშირებით ნინო ეხლა ცოტა უხერხული შეკითხვა არის ხალხს ჩვენთან რომ საუბარი სურს სწორედ იმიტომ ვდებთ სამწუხაროდ ჯერჯერობით ოპოზიციაში ყველაზე მაღალ შედეგებს გადახედეთ წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ლანჩხუთში და ოზურგეთში და ნახავთ ვისთან სურს ხალხს საუბარი ასე რომ მაგის პრობლემა ჩვენ თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს რომ თბილისში მეხუთე ადგილი აიღეთ ესეც ფედერაცია მე ვაგებ პასუხს ჩემს ორგანიზაციაზე ასე რომ მე ჩემი ორგანიზაციის სახელით გესაუბრები ახლა ჩახედე შედეგებს და ნახავთ ბატონო კახა ნუ რომ შევაჯამოთ და გვითხრათ როგორი აქტიური იქნება თქვენი პარტია ოპოზიციური ალიანსი როგორც რეგიონში ისევ ქვეყნის მასშტაბით და რამდენად გაგრძელდება ეს პროტესტი და ამ პროტესტით მივალთ ახალ არჩევნებამდე თუ რას გეგმავს თქვენი პარტია და მთლიანად ოპოზიცია და ჩვენი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობას ესე ვთქვათ ისეთი ბექგრაუნდი აქვს და
ისეთი წარსულია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლით განისაზღვრება. 2012 წლის 2 ოქტომბრიდან ნაციონალური მოძრაობა ჯერ ამხელდა სამწუხაროდ საზოგადოება გაბრუებული იყო და არ ესმოდა მაშინ ნაციონალური მოძრაობის, მაგრამ 2026 წლის დღევანდელ დღეს კარგად ყველამ ჩაიხედოს საკუთარ გულში და გადახედოს რას ამბობდა ნაციონალური მოძრაობა 2012 წლის 1 ოქტომბერს, 2 ოქტომბერს უკვე, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო რუსი ოლიგარქი და ეს ქვეყანა მიყავდა რუსეთისკენ და არა ამ ქვეყნის ისტორიული არჩევანისკენ, როგორც არის ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე. ამიტომ ნაციონალური მოძრაობა და პირადად კახაას ყურავა და ესე თქვა გურიის ენემი დღიდან ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლისა უპრეცედენტო ბრძოლას უცხადებს ჯერ ხელისუფლებად წოდებულს და უკვე რეჟიმად ჩამოყალიბებულ ბიძინა ივანიშვილის მმართველობას. ასე რომ ვინ და ნაციონალური მოძრაობა არის გამორჩეულად ის პარტია. ეხლა სოგი გუშინ წინ გახდა ოპოზიციონერი და სოგი გუშინ გახდა და ნაციონალური მოძრაობა 14 წელიწადია ოპოზიციაში არის. ისე რომ არ დაუგდია დროშა ძირს და არც საქართველოს ინტერესები. ასე რომ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და ეს ბრძოლა აუცილებლად დამთავრდება არა ენემის, არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არამედ ქართველი ხალხის გამარჯვებით. ბატონ კახა, შეპირებული ექსკლუზივის გაჟღერებას ველოდებით თქვენგან. აი ადგილობრივ ძალიან გთხოვთ დაინტერესდით ნინოშვილის უკვე 1 წლის უკან კარგად მშვენივრად აშენებული ბაღის თემით, რომელსაც 1 წელიწადია ვერ ხსნის ადგილობრივი ხელისუფლება. ბაღი, რომელიც მილიონზე მეტი დაჯდა სოფელ ნინოშვილში, არ იხსნება. უკვე სასწავლო წელი მთავრდება ბაღებში და ბაღი აშენებული კიდევ ერთხელ გეუბნებით 1 წლის უკან კიდევ დაკეტილია. რა არის მიზეზი იმისა, რომ არ იხსნება? დაინტერესდით, რატომ არ იხსნება? თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? თუ შეიძლება გააჟღერეთ და ჩვენ აუცილებლად დავინტერესდებით. ნინოშვილის ბავშვები რატომ უყურებენ 1 წელიწადზე მეტია ბაღს აშენებულს და რატომ ვერ შედიან შიგ? ძალიან გთხოვთ, დაინტერესდით ამ თემით. აუცილებლად დავინტერესდებით და ადგილობრივი ხელისუფლება და როცა მათგან გექნება თქვენ პასუხი, აი მერე გეტყვით თქვენ მე რეალურ მიზეზს. უბრალოდ მოიკითხეთ, დაურეკეთ საკრებულოს თავმჯდომარე და ერთი მარტივი შეკითხვა დაუსვით. რატომ ვერ შედის მილიონზე მეტი რომ ბაღი დაჯდა იმაში ნინოშვილელი ბავშვები? რატომ ვერ დადიან ბაღში თავიანთ სოფელში და რატომ უყურებენ დაკეტილ ბაღს? მადლობა დიდი. მადლობა ჩართვისთვის, საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონული ლიდერი ლანჩხუთიდან კახაბერ ასკურავა. აღნიშნული გადაცემის აუდიო ვერსიას კი რადიო გურიაზე იხილავთ. კარგად ბრძანდებოდეთ.